გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბზობის დღესასწაულზე. მამა კახაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, ამ დიდ მარხვაში ისე გამოგვივიდა, რომ მიუყვებით ჩვენც ყველა იმ თემას, რასაც დიდ მარხვის პერიოდში გავდივართ და მე მგონი უპრიანია, რომ ბზობის დღესასწაულზე ვისაუბროთ. და პირდაპირ აი ასეთი შეკითხვით მინდა დავიწყო. ბზობა საუფლო დღესასწაულია და მაცხოვარი დიდებით შედის ამ დღეს იერუსალიმში. რატომ დასჭირდა ამ ქვეყნიური დიდება მაცხოვარს? უპირველეს ყოვლისა, თქვენ თვითონ ახლა აღნიშნეთ, რომ ბზობის დღესასწაულს ამას შეიძლება ასე თქვას, უფრო ხალხურად უწოდებთ. სინამდვილეში ამ დღესასწაულს ქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, თუმცა კი რაღაც თითქოს პარადოქსულად ჟღერს ეს, იმიტომ რომ არსად ჩვენ სახარებაში, აი სადაც მთელ სახარებას გადავეკითხავთ და ვერ ვიპოვით ადგილს, სადაც მაცხოვარი ამ ქვეყნიურ დიდებას ეძიებს პირიქით, როდესაც განკურნებას ახდენს ამა თუ იმ ადამიანისა, ეუბნება ხოლმე რომ დროზე ადრე ნუ გააცხადებთ ამას, ნუ იტყვით, ნუ ლაპარაკობთ. ანუ პირიქით რაღაცა თითქოს ემალება მსგავს დიდებას. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. აი ჩვენ როდესაც ხარების დღესასწაულზე ვლაპარაკობდით, თქვენ მაშინ კითხეთ რომ აი ღვთისმშობელს რომელსაც ასეთი ტკივილი მოელოდა. მაინც რაღაცა ღმერთმა რატო დაუშვა ესეთი ტკივილი მისთვის. მე მინდა გითხრათ რომ ყველა დღესასწაულს მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დღესასწაულის სიხარულით უნდა გვავსებდეს, თან ესეთი რაღაცა მელანქოლიური განცდა ახლავს, იმიტომ რომ ის დღესასწაული რომელსაც დღესაც ჩვენ დღესასწაულობთ, სინამდვილეში ძალიან დიდ ტკივილზეა დაფუძნებული. მათ შორის ქრისტეს შობა, იმიტომ რომ სადიშვა ბაგაში, დევნილობაში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის და ამის შემდგომ დევნა იქ ჩვილებს ხოცავენ და ამიტომ ეგვიპტეში აი ამ ტკივილზეა დაყრდნობილი ვთქვათ ის პირველი დღესასწაული, რომელსაც ქრისტეს შობა ქვია. ეხლა რაც შეეხება დაუბრუნდებით ჩვენს თემას, დიდებით შესვლა იერუსალიმში იცით რას ნიშნავს? რომელ დიდებაზე არის ლაპარაკი? ის დიდებით მიდის ჯვარცმისაკენ. და პირდაპირ ასე იწყება იოანეს სახარებაში არის მოთხრობილი მსახურებაზე რაც იკითხება, ყველა სახარებაშია ბზობის აი ამ დიდებით შესვლის ისტორია გადმოცემული, მაგრამ ცისკრად ჩვენ ვკითხულობთ მათეს სახარების, ეს არის 21 თავი და წირვაზე იკითხება იოანეს სახარების მე-12 თავი. ეს სახარებები იმიტომ დავასახელე, რომ თუ ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს და ორივეს წაიკითხავს დღესასწაულის წინ ან შემდგომ, ისინი ერთმანეთს ავსებენ. მათე მაგალითად უფრო ებრაელი საზოგადოებისთვის წერს და ამიტომ იქ ყველა ის წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარ ამბობდა მაცხოვრის შესვლას იერუსალიმში, გამოყენებული აქვს მას და იოანე უფრო სხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას, მაგალითად ესე იწყებს სახარებას, რომ 6 დღით ადრე პასექისა და აი პასექზე მიანიშნებს, რომ ეს პასექი რა არის? პასექზე რა ხდებოდა? დაკლა ხდებოდა კრავისა, რომელი კრავიც უნდა შეწირულიყო. და აი ამაზე მიანიშნებს პირდაპირ და ამის შესახებ არის საუბარი და ეს დიდება გახლავთ სწორედ დიდება მიმავალი ჯვარცმისა. ჩვენ ძალიან ვუფრთხით ხოლმე ადამიანები ერთი საკითხის შესახებ შელობას და ეს არის სიკვდილი. არასდროს არ გვინდა ხოლმე თითქოს რაღაცა აიცილებს ადამიანი ამ კითხვას, ან საუბარი რო ჩამოვარდეს და გაჩერდით ეხა რაღაც სიკვდილზე ლაპარაკობთ, რაღაცა შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ გვავიწყდება ერთი რამ, რომ ეს ისეთი რამ არის, რა აუდრე თუ გვიან ყველას კარზე რომ დააკაკუნებს აუცილებლად. მაგრამ რაღაცნაირად სულ ადამიანური ბუნებით ვცდილობთ რომ თავიდან ავიშოროთ. იმიტომ რომ მკვდავად ხარ შექმნილი და ეს შინაგანად იცი, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ რომ ეს სიკვდილი შენ თვითონ შეიძინე, ეს გავიწყდება და ამ სიკვდილისთვის როგორი მზადება გჭირდება, ესეც გავიწყდება. აი დღესასწაულია, მოდით ვთქვათ ჯერ დღესასწაულის შესახებ და მე ამის შესახებაც ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ქრისტე სიკვდილზე მიდის და საზოგადოება როგორ ხვდება ამ ყველაფერს, ამის შესახებაც მინდოდა ორიოდე სიტყვით მეთქვა, მაგრამ რაღაც ერთდროულად რომ რამდენიმე თემა არ წამოვჭრათ, მოდით ჯერ ვისაუბროთ ისტორიულ მოვლენაზე და მერე სახესიმბოლოებზე. ისტორიულად ეს ამბავი ასე ხდება, რომ ლაზარეთ აღდგინების შემდგომ, აი იოანეს სახარებაში ესე არის მოთხრობილი, ის სადილობს ლაზარეს ოჯახში, სადაც მარიამი
ლაზარეს და მოიტანს 300 დინარის ღირებულების დასახელებულია ეს თანხა სხვათა შორის და დაახლოებით რო წარმოიდგინონ ადამიანებმა თუ რა ფულის ერთეული არის ეს მე ხა შედარებისთვის ვიტყვი როდესაც 5000 კაცი დაპურდება იქ მოციქულები ეუბნებიან მას რომ ამდენ ხალხსო რა ვაჭამოთო 200 დინარის პურიც კი არ ეყოფათ ამათო ანუ წარმოიდგინეთ 5000 კაცის გასმასპინძლებას თუ 200 დინარი სჭირდებოდა 300 დინარი კიდე უფრო მეტია უფრო აღმატებული თანხა არის ანუ ძალიან ძვირადღირებული იყო ეს მირონი რომელიც მოვიდა და დაასხა მას თავზე მარიამმა მაცხოვარს ამ შემთხვევაში მარიამი ლაზარეს დაზე არის საუბარი და იქ გაჩნდა რტვინვა პირველი იუდა ამოიღებს ხმას რომელიც ამბობს რომ რატომ ესე იგი არ გავყიდეთ ეს ნელსაცხებელი და არ დავეხმარეთ გაჭირვებულებს იქვე პასუხი მაცხოვრისგან მიეცემა მას რომ დაანებეთავი რადგანაც მან ჩემს დასაფლველად ანუ ხაზგასმით ამბობს პირდაპირ რომ ჩემს დასაფლველად ეს იყო წინასწარმეტყველება რომელსაც შეიძლება მარიამიც კი ვერ აცნობიერებდა ბოლომდე რაც მან გააკეთა მაგრამ მაცხოვარი პირდაპირ მიანიშნებს რომ ეს არის ჩემი დაფლისთვის ანუ მომზადება პირდაპირ ჩემი გარდაცვალებისთვის იმიტომ რომ ასეთი კეთილსურნელებაში მურავდნენ ანუ ესე პოხავდნენ რო ვთქვათ უფრო ქართულად სხეულს ადამიანისას მისი გარდაცვალების შემდგომ იუდას რა თქმა უნდა საწუხარი უფრო ის იყო რომ მასო ეს სახარებაში წერია მასე ბარაო ის ქისა რომელშიც ეს შემოწირულობები გროვდებოდა და ქურდი იყო ცოტას იღებდა თავისი საჭიროების გამო და ამიტომ მას ეგ მის ქისაში უფრო ბევრი ფულის ჩასვლა უფრო ადარდებდა ვიდრე გაჭირვებულები იმიტომ რომ მაცხოვარი პირდაპირ ამბობს რომ გაჭირვებულები მუდამ თქვენთან არიან და მე ყოველთვის თქვენთან არ ვიქნები მინიშნება კიდევ იმაზე რომ ის სიკვდილზე მიდის არის პირდაპირ მოციქულებს ოდესაც ეუბნება რომ მე ახლა ავალ იერუსალიმში და იმე იქ შემიპყრობენ შეურაცხყოფა მოხდებოდა იქ პეტრე გააჩერებს და ეტყვის რომ ნუ აგააკეთებ ამას და მაცხოვარი მას ძალიან მკაცრად ეტყვის რომ არა შენ ადამიანისას რახავ აი ამ მინიშნება კიდე ის რომ საუბრობს მაცხოვარი ამ მისი სიკვდილის შესახებ და მოდიან იოანე და იაკობი მოციქულები და ეუბნებიან რომ თუ შეიძლება ერთი შენს მარჯვნივ დავჯდეთ და ერთი შენს მარცხნივ დავჯდეთ რატომ ვიხსენებ იცი ყველა ეხლა აი ამ მაგალითს აი ესეთია შესვლა იერუსალიმში საზოგადოება რომელმაც იცის რომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა მოახდინა ასეთი სასწაული ეხლა ხედავენ მას სახედარზე, ჩოჩორზე, უფრო სწორად ახალგაზრდა სახედარზე, ამხედრებულს და უფენენ თავიანთ ტანსაცმელს. და გალობენ ოსანა მაღალთაშინა კურთხეულარს მომავალი სახელითაობლისათა. თუმცა კი ძალიან რთულია ამ გალობის განმარტება ეხლა რა გულით ისინი ამას ამბობენ. რას ხედავენ ისინი მასში, იმიტომ რომ ეს ის საზოგადოება, რომელიც შემდგომად 6 დღისა, როგორც იქ წერია, რომ პასექი უნდა დამდგარიყო, ისინი ყვირიან სწორედ რომ ჯვარსაცი ეგე და ამიტომაც ჩვენ ადამიანებს ხშირად გვაქვს ეს პრობლემა. ყოველთვის ვიღაცისკენ გვიყვარს ხოლმე ხელის გაშვერა, აი მithქვამს არაერთგზის ჩვენ ტელევიზიის საშუალებითაც რომ ზიარების წინა ლოცვებს, როდესაც ვკითხულობთ, მეოთხე ლოცვაში წერია რომ ვწოდე იქ სიძვით, მრუშებით, ამპარტავნებით, ზვაობით, უქმეტყველებით, ფიცით, ასე შემდგომ. ეს ჩამონათვალი, ესე წავიკითხავთ ხოლმე, ისე ხშირად და გონია რომ ის ავტორის ბრალია ყველაფერი, ის ვინც დაწერა ეს ლოცვა, ის ცოდა საკუთარ თავს კი ვერ იმეტებ ამისთვის. ისევე როგორც თან იმდენად დიდია ჩამონათვალი რომ ხანდახან საბრალს ხო რაღაცა ის და შეიძლება ფიზიკურად არ დაცემულა ადამიანი მაგრამ ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს რომ სულიერი დაცემა იმას არ უდრიდეს რომ ამ ჩამონათვალში თავის თავს ამყოფებდეს ამიტომაც ძალიან ხშირად ესე წაიკითხავს ხოლმე თითქოს ეს მას არ ეხება აი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება კიდევ ისე თუმცა კი არ მინდა ავწდეთ ახლა ჩვენი ამ დღესასწაულის თემას მაგრამ აუცილებლად სათქმელია რომ გავიგოთ ჩვენი ბუნების შესახებ საკუთარი თავი დავინახოთ კარგად და სწორედ ეს არის ამ დღესასწაულის არსი მინდა გითხრათ. საბოლოოდ ჩვენ აქამდე მივალთ. როდესაც ძალიან გაუბედურებული მამა თავის შვილს მოიყვანს და მოციქულები ვერ განკურნავენ და მაცხოვარი შემდგომში განკურნავს, მაგრამ რას ამბობს ეს მამა თავის შვილის შესახებ? რომ სიყმაწვილიდან ასეთი რამ სჭირსო და ხან ცეცხლში ჩააგდებს და ხან წყალშიო. და ესეც გონია რომ თურმე იმ უბედურ ყმაწვილს სჭირს, ეხლა რომ ხან ცეცხლშია და ხან წყალშია. და გვავიწყდება რომ ჩვენ თვითონ ყველანი ასე ვართ, ამ მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ დილით შეიძლება გუმხურვალეთ ხატებთან დადგე და თქვა უფალო დიდება შენ და გარეთ გამოხვიდე და ვიღაცა შეაგინო.
იმიტომ რომ ცუდად გადაგიჭრა გზა და მძღოლი რო ხარ ეხლა აბა სხვა რა უნდა მექნაო იტყვი. ხო და ამიტომაც ხან ცეცხლში ხარ და ხან წყალში, ხან მხურვალეა შენი სარწმუნოება და ხან ესე ყინულივით ცივი. ხან ისე გიყვარს რომ ლამისაა თავი გასწირო, ხან კიდე ადამიანის დანახვა არ გინდა. ხან ისეთი მონდომება გაქვს ყველას, ესე იგი ეფერებოდე და ყველას ყურადღებას გამოხატავდე, ყველას ეხმარებოდე, ხან კიდევ საერთოდ იტყვი რომ შევიკეტები ახლა და საერთოდ გარეთ აღარ გამოვიხედავ, იმიტომ რომ გაგაბრაზეს ადამიანებმა და ეს არის სწორედ ის რა მდგომარეობაშიც არის საზოგადოება, რომელიც ასეთი ცვალებადობისკენ არის მიდრეკილი, რომ დღეს ყვირის ოსანა მაღალთა შინა და მერე დაიყვირებს რომ ჯვარსაცვი. და ეს შემოსვლა დიდებით შემოსვლა იერუსალიმში, რომელიც განასახიერებს სწორედ ამ ჯვარცმისკენ მიმავალ გზას და ეს არის სწორედ დიდება ჩვენი ქრისტესი, იცით საცხადდება, რომელ სიტყვებში ცხადდება. ეს სახარება ლიტურგიისა რომ დამთავრდება, იქ მე ასეთი რამ წერია, რომ იქო იყვნენ ჩამოსული წარმართებიო, ელინები, ანუ ბერძნებიო, თანამედროვე ქართულად ესე წერია. ბერძნები იყვნენ ჩამოსულები, რომლებიც მივიდნენ ფილიპესთან და უთხრეს ასეთი რამ, რომ ჩვენს გვინდა იესოს ნახვა. და ფილიპე ანდრეასთან მივიდა და ერთად მიდიან მერე მაცხოვართან და ეუბნებიან, რომ აი მოვიდნენ წარმართები, რომლებსაც შენი ნახვა სურს და მაცხოვარი ამბობს, რომ აი ახლა ნამდვილად იდიდა ძე კაცისა და რას ნიშნავს ეს იდიდა ძე კაცისა, რომ არა მარტო რაღაცა კონკრეტულად ერთი ერისთვის, არა მარტო კონკრეტულად ვიღაცა კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ მთელი მსოფლიო, მთელი სამყაროსთვის არის ის მოსული და მთელი სამყაროსთვის აღესრულება ეს ჯვარცმა, რომელიც გამომხსნელია და ამიტომაც მე გითხარით რომ მიუხედავად დღესასწაულისა შეიცავს რაღაცა მელანქოლიურ მომენტებს, საკუთარი თავი უნდა დაინახოს ადამიანმა, როგორც უკვე მოგახსენეთ, რომ ვინ ხარ და როდის რა მდგომარეობაში იმყოფები. აი ხან ცეცხლში და ხან წყალში. და რომელში უფრო ხშირად და ცდილობ თუ არა რომ აი რაღაცა საშუალო გზა იპოვო, რომელიც ძალიან ძნელი საპოვნელია, ამიტომ რომ არც ცეცხლშია ყოფნა კარგი და არც წყალში. რაღაცა ეს საშუალო გზა, ეს სათნოების გზა არის, მინდა გითხრათ და ეს სათნოება უნდა შეიძინოს ადამიანმა. რაც ყოველთვის რთულია ხოლმე ეს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა რთულია ადამიანისთვის, თუმცა კი შეუძლებელი არ არის. და კიდევ რა უნდა ითქვას ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომ ეს დღესასწაული მარხვის დასასრულია. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ახლა ჩვენი საზოგადოებისთვის, ვნების შვიდეული, ანუ ბოლო კვირა მარხვად არ ითვლება. ის ბევრად უფრო აღმატებული დღეებია, ვიდრე ჩვეულებრივი მარხვა, ისევე როგორც აღდგომა დღესასწაულზე უფრო აღმატებული დღეა და მას დღესასწაულიც კი არ ეწოდება. დღესასწაულს ჩვენ უწოდებთ 12-ს და ამ 12-ში აღდგომა არ შედის. ის ცალკე განყენებულია და ასევე არის ეს ვნების შვიდეულის დღეებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ თამამად ვამბობთ, რომ ბზობას, ანუ დიდებით შესვლას იერუსალიმში მაცხოვრისას ჩვენ უწოდებთ მარხვის დასასრულს. და რას ნიშნავს ეს ყოველივე? სად შედის მაცხოვარი? იერუსალიმი რა არის? ეს არის ადამიანის გული. ცათა სასუფეველი თქვენში ეძიეთო, როდესაც საუბრობს მაცხოვარი ჩვენ სახარებაში ამ სიტყვებს ვკითხულობთ, ცათა სასუფეველი ჩვენში, ჩვენს გულში უნდა იქნას მოძიებული. შემოვიდა თუ არა, ანუ მარხვა ჩავამთავრე, დავასრულე მარხვა და იესო ქრისტე შემოვიდა თუ არა ჩემში, სწორედ ამას უნდა მაფიქრებდეს მე. ეს დღესასწაული სწორედ ამის შესახებ უნდა მიმანიშნებდეს, რომ შემოვიდა კი ნამდვილად ის ჩემში. მივიღე მე კი ის ნამდვილად, თუ უბრალოდ ეს სიტყვა მარხვად დარჩა, უბრალოდ რომ არაფერი არ შეცვლილა საიმისოთ, რომ ესე იგი ქრისტე მიმეღო, რომ მომზადებულიყავი უფრო დიდი დღეებისთვის, უფრო ახლოს მოსულიყო ის ჩემთან და მთელი ის განცდები, რაც ვნების შვიდეულში უნდა აღესრულოს ორშაბათის დღიდან დაწყებული დიდი შაბათის ჩათვლით, რაც უნდა მოხდეს, რა პროცესებიც უნდა მოხდეს და ჩვენ ამას საღვთისმსახურო წესითაც კი გავდივართ ეკლესიაში, იმიტომ რომ ყოველი დღე გამეორება იმ ვნების შვიდეულის დღეებისა, რაც რეალურად მოხდა, ისტორიულად რაც მოხდა იესო ქრისტეს სამქვეყნიური ცხოვრების დროს. აი ეს ყოველივე შენთან ახლოს უფრო ამითი შეიძლება მოვიდეს, რომ იესო ქრისტე შემოვიდა თუ არ შემოვიდა შენს გულში, აი ამ მარხვის განმავლობაში.
და თუ არ დასრულდა ამ პროცესით სწორედ, რასაც ჩვენ დიდების შესვლას უწოდებთ იერუსალიმში. სხვაგვარად ვერ გავიგებთ, რას ნიშნავს ვნებიშვიდეული, სხვაგვარად ვერ შევიცნობთ, რა არის მისი ჯვარცმა და აღდგომის სიხარულით დარჩება უბრალო სიხარულად, რომ ვიღაცისთვის ეს წითელი კვერცხის შეღებვა იქნება და ვიღაცისთვის არაფერი, უბრალოდ გაუთავებელი კეიფის საბაბი, რომ ეხლა გაშლის უფრას და აღარ აალაგებ ერთი კვირის განმავლობაში. თემრიელი პასკების მირთმევა. სამწუხაროდ ასეთი რამაც ხდება. ამიტომაც თითოეულ ჩვენგან ძალიან დიდი ფიქრი სჭირდება ამისთვის ღმერთმა მოგცა სწორედ მარხვის ეს პერიოდი, გაანალიზება სჭირდება, რომ თუ დააკვირდებით წელიწადში 2 დღე არის, როდესაც ყველაზე მეტი ხალხი მოდის ეკლესიაში. აი მე ჩემი სამღვდელო პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით ამას. მორწმუნე თუ არა მორწმუნე, ყველაზე ბევრი ადამიანი ეკლესიაში მოდის, როდესაც არის ნათლისღების დღესასწაული და მეორე არის ბზობის დღესასწაული. რა არის მათი მოზლის მიზეზი? ერთს უნდა ნაკურთხი წყლის წაღება, ერთს და მეორეს არა, ერთ და იგივეს შეიძლება, მაგრამ ორჯერ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ ერთ მოსვლაზე ნაკურთხი წყალი უნდა წაიღოს და მეორე მოსვლაზე ბზა ნაკურთხი. მაგრამ იმის იქეთ შინაარსი აღარ აინტერესებს. ეს ყველაფერი იცის რომ კარგია, მაგრამ კარგი რატომ არის? რატომ ჭირდება ეს? სახლში რომ მიდევს ის მარადმწვანე ბზა, რას უნდა მახსენებდეს ეს ყველაფერს? ქრისტეს შემოსვლას ჩემს გულში უნდა მახსენებდეს და მახსენებს თუ არა ამ ყოველივეს? ამას არავინ არ აშინაარსებს, ჩვენ და სამწუხაროდ და რაოდენ წარემოსასმენიც არ უნდა იყოს, ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ჩვენ უკვე მრავალი წელიწადია და ვთქვი ერთხელ ისევ ამ ჩვენი ტელეგადაცემის საშუალებით და კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენ ხშირად ვართ ვიმსგავსებით იმ მოსწავლეებს, რომლებიც შევიდნენ პირველ კლასში და არაფრით აღარ სურთ მეორე კლასში გადასვლა. და დროა გავიზარდოთ და გადავიდეთ მეორე კლასში და ვისწავლოთ რაღაცის გაშინაარსება, ჩაწვდომა, უწმინდესი ხშირად შეგვახსენებდა ანალიტიკური აზროვნება, იმიტომ რომ მე რასაც ვლაპარაკობ ახლა, ეს ნებისმიერმა ადამიანმა ესე არ უნდა მიიღოს ახლა, რომ ასე თქვა ახლა მამა კახაბერმა და მორჩა, უნდა დაგაინტერესოს, რომ ვთქვი, რატომ ვთქვი, რაზე დააყრდნობი თქვი, რის საფუძველზე ვთქვი, ის რომ სახედარზე დაждდა მაცხოვარი და არა ცხენზე, რა ცხენს ვერ იშოვიდნენ, როგორც მეფეს ისე ეგებებიან, თავიანთ ტანსაცმელს უგებენ, ვერ იშოვიდნენ, საუკეთესო ვთქვათ ბედაურს, რომელზეც შემოჯდებოდა. რატომ მაცხოვარზე, რატომ არის რომ საოცარი სიტყვები, რომლებიც წერია მერვე ფსალმუნში სხვათა შორის. პირითა ყრმათა ჩვილთა მწოვართათა დაამტკიცე ქება. ეს გახლავთ მერვე ფსალმუნის სიტყვები. და რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები? ისეთი სასწაული მოხდა მაცხოვრის დიდებით შესვლის დროს იერუსალიმში, რომელიც იქამდე არასდროს არ მომხდარა. მაგალითად, მკვდარი თუ გააცოცხლა ლაზარე იესო ქრისტემ, ელისემაც გააცოცხლა და ილია წინასწარმეტყველმაც გააცოცხლა. კეთროვანი თუ გაწმინდა, ელისემაც გაწმინდა. ასე შემდგომ ბევრი რამ ჩვენ პარალელი შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ ძველი აღთქმაში ვნახოთ, რომ მსგავსი სასწაული მომხდარა, მაგრამ რას ნიშნავს იცით ეს სიტყვები? ძუძუთა ბავშვები, რომლებსაც არასდროს ხმა არ მოუღიათ, ანუ ლაპარაკი ჯერ არ დაუწყიათ, დაიწყეს უცბად ღაღადება, რომ ოსანა მაღალთა შინა. აი ამას გალობდნენ. გამოსული მღვდელმთავრები, რომლებსაც იქვე სახარებაში წერია, რომ განზრახვა ჰქონდათ, რომ არა მარტო იესო, არამედ ლაზარეც მოეკლათ, იმიტომ რომ საზოგადოებაში უკვე ასეთი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, რომ აი ლაზარე 4 დღის მკვდარი, ყველა მიცოდა, რომ შეუძლებელი იყო თქვათ იქ ახალგარდაცვილი რომ აღადგინა, იმაზე შეიძლება კიდე თანამედროვე ენაზე რო თქვა კლინიკური სიკვდილი ქონდა და მაგრამ 4 დღე დაფლული, სუდარებში შემოსილი, მთელი ამ მათ ქონდათ ძალიან დიდი კულტურა მიცვალებულის დამუშავებისა და ყველაფერი ეს გაკეთებული ქონდათ უკვე მიცვალებულის და ზუსტად იცოდნენ რომ გარდაცვლილი იყო და 4 დღის შემდგომ აღდგა ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამას და საზოგადოების მხრიდან მაინც ვერ დაიძლია ის რომ მას ელოდნენ როგორც მიწიერ მეფეს და არა როგორც ზეციურ მეფეს. ეს დღევანდელი დღესასწაულიდან ჩანს. კიდევ იცით საიდან ჩანს? ჩვენ გავიხსენეთ სასწაული 5000 კაცის 5 პურით დაპურება. და მეორე დღეს ხალხს ხო გაუშვებს, მეორე დღეს ეძებენ მას და ეძებენ ერთი მიზეზის გამო, რომ მეფე დაკურთხონ.
მიწიერ მეფედ რომ აკურთხონ და მაცხოვარი მათ განეშორება. რატომ უნდათ იცით მიწიერ მეფედ რომ აკურთხონ? იმიტომ რომ გაძღნენ. იქ რა მოძღვრებაც მოისმინეს, რა სწავლებაც მოისმინეს, რა სასწაულებიც იხილეს, მათთვის ეს ყველაფერი იყო, რომ აგერ თურმე კაც შეუძლია რომ პური რამდენის დაგჭირდება, იმდენი მოგცეს. და ამაზე უკეთესი მეფე ვინ შეიძლება იყოს? ასე უყურებს საზოგადოება ხშირად ეკლესიას და ღმერთს. რომ აი მოგცა პური, ესე იგი ეს არის. ეხლაც ესენი უყურებენ რომ აღადგინა ლაზარ. ამას შეუძლია რომ ჩვენ აღგვიდგინოს ჩვენი ქვეყნის რაღაცა დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ დაპყრობილები ვართ ახლა რომაელებისგან და ასე უყურებს ხშირად ადამიანი ღმერთს და საზოგადოებას და აი მიწიერ მეფეს მაცხოვარი ყოველთვის შორს აყენებს ამისგან თავს და აი დღევანდელი დღესასწაულიც, დღევანდელს გულისხმობ აი რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამ დღესასწაულზე ჩვენ ვნახავთ რომ მაცხოვარი რო შედის იერუსალიმში ტირილს იწყებს. აი ამაზე მინდოდა მეკითხა მეც თქვენთვის რატომ მოსალოდნელი ჯვარცმის გამო თუ იმის გამო რომ ადამიანები უბრალოდ ამ საზოგადოების გამო ამ საზოგადოების გამო, რომელშიც ხედავს სწორედ აი ამას ყოველივეს, რომ აი ამდენმა გაკვეთილმა ფუჭად ჩაიარა და კიდე ვერ გაიგეს ვინ არის ის. ფუჭად ჩაიარა, იმიტომ რომ იმ ჩოჩორზე რომ ზის მათ წინასწარმეტყველებაში უწერიათ ეს. ნუ გეშინია იერუსალიმო, იმიტომ რომ მეუფე შენი მოდის ჩოჩორზე ამხედრებული და ზაქარიას წინასწარმეტყველებაში წერია ეს. სოფონიას წინასწარმეტყველებაში წერია ეს. და აი ეს ყველაფერი ხომ იციან, წინასწარმეტყველებია და რატო უშვებს ადამიანი მაინც იგივე შეცდომას? აი მაგას ვლაპარაკობ, რომ თქვენ არ გეგონოთ რომ ეს მაშინ და ისინი ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში. თითოეული ჩვენგანი ვართ ამ მდგომარეობაში, როდესაც არ ვიცით ღმერთს რა ვთხოვოთ და აი ნახეთ მიწიერ მეფობას რომ ფიქრობენ მისას მართლაც რომ დათანხმებულიყო ამაზე, რა სათხოვრით უნდა მისულიყავი მასთან? რომ აი ასფალტი გაგვიფუჭდა და რაღაცა კომუნალური პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, სადღაცას წყალი არ არის შეყვანილი და სადღაცას გათბობა და ამ ყველაფერზე შეიძლება ესე იგი ესაუბრო, დაახლოებით ასე უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ამ ქვეყნიური და რას უნდა ვთხოვდეთ იესო ქრისტეს იმ ზეციურს, რომელიც ზეცისთვისაც ვართ გაჩენილები, რისთვისაც არ არსებობიდან არსებობაში გამოგვიხმო და აი ამ ქვეყნიური ცხოვრება მზადება ყოველივე ამისთვის და ეს ყველაფერი ამ ქვეყნიური დროებითია. რა პირობებშიც არ ემყოფება ადამიანი რაღაცა კომფორტულად მოიწყობს თავის ცხოვრებას თუ უკიდურეს გაჭირვებაში შეიძლება ცხოვრობდეს და არანაირი კომფორტი არ გააჩნდეს თავის ცხოვრების განმავლობაში, ეს ყველაფერი ხოდესღაც დამთავრდება. ამიტომაც ტირის რა თქმა უნდა მაცხოვარი, როდესაც ხედავს საზოგადოებას, რომლებიც ოსანა მაღალთა შინას გალობენ და ვერაფრით ვერ გაუგიათ ვის უგალობენ და რატომ უგალობენ ამ ოსანას, იმიტომ რომ ისინი ახლა ფიქრობენ რომ ეს თუ გახდება აქაური მეფე, ნებისმიერ საკითხზე მევა ვისაც რა აწუხებს. ვიღაცას მეზობელი ავიწროებს, ვიღაცა სასამართლოთია დაჩაგრული, ვიღაცა სახელმწიფო სტრუქტურებმა რაღაცა ხელი არ შეუწყოს, ну ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში შეიძლება შეუწყოს კიდეც. მაგრამ აი თვითონ ადამიანის ფიქრი მაშინაც და დღესაც ასეთია. ამიტომაც ხშირად ეკლესიაშიც მოსულან ასეთი ადამიანები. და ხშირად ასე უყურებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე მათ აი ეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, დიდებით შესვლა მათ გულებში კი არ იყო. არანაირად ეს არის უბრალოდ ზედაპირული მოვიდა ბზის წასაღებად, მაგრამ ამავდროულად შეიძლება გითხრას, რომ აი სად არის ღმერთი, როდესაც თქვათ იჩაგრება რაღაცა მისი უფლებები ილახება, სად არის ამ დროს რაღაცა ეკლესიის ხმა რატო არ ისმის, რომ თქვათ მოუწოდოს მთავრობას და აბსოლუტურად ისეთ საკითხზე შეიძლება გითხრან, რომ და დაგიყენონ ეს მოწოდება, რომლებიც არ ეხება ეკლესიის ფუნქცია არ არის ეს. და ავიწყდებათ, რომ ჩვენ მხოლოდ ზეციურზე, მხოლოდ ქრისტეზე, მხოლოდ აი ამ გამოხსნაზე გვაქვს სწავლების უფლება, მითითების უფლება და ეს მითითებაც რაღაცა ძალადობრივი არ არის არავითარ შემთხვევაში, ყველა შემთხვევაში ჩვენ ადამიანს თავისუფალ ნებას ვუტოვებთ. ჩვენ მეუბნებით რა არის სამეუფო გზა და მან უნდა გადაწყვიტოს. ამიტომაც მე არ ვიცი როგორ გადმოგეცით ეს ყოველივე, თუმცა კი ბევრი რამის თქმა კვლავაც შეიძლება ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, მაგრამ მოკლე მონახაზით და მოკლედ შემაჯამებელი სიტყვა რო ვთქვათ, ეს არის დიდებით შესვლა იერუსალიმში, ანუ დიდება სიტყვა გამოხატავს ჯვარზე დიდებით მისვლას და ეს გახლავთ სიმბოლურად
ჩვენი გულის კარის შეღება, იმიტომ რომ თუ გავატარეთ ეს 40 დღიანი მარხვა და ამ მარხვას ნამდვილად ერქვა ჩვენი სულიერი მდგომარეობა, მაშინ ნამდვილად უნდა გაღებულიყო კარი მის მისაღებად, რისთვისაც მარხულობდით და თუ ეს მარხვა უბრალოდ ზედაპირული იყო, მაშინ ჩვენთვის ეს დღესასწაულიც ისევე როგორც მთელი მე შემდგომი ნების კვირა და აღდგომის დღესასწაული ზედაპირულად დარჩება და კვლავ პირველ კლასში ჩარჩენილი მოსწავლეები აღმოჩნდებით, თუ არ გავირიცხეთ საერთოდ იმ პირველი კლასიდანაც. მამა კახაბერ, მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვა და შემდეგ დავუბრუნდეთ, იმიტომ რომ ცოტა დრო გაგვჩება. ვნახოთ ათეისტის შეკითხვა. და აი დავუბრუნდით ჩვენ ეთერში მამა კახაბერ ვნახეთ შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს: რატომ გაწირა მამა ღმერთმა ებრაელები, როდესაც მათ ვერ იცნეს ქრისტე როგორც ღმერთად? ეს კვლავ ესე იგი გვაბრუნებს იმ საკითხთან, რომ არა ღმერთმა გაწირა, არამედ ადამიანმა გასწირა თავისი თავი. აი ეს შეკითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს ხოლმე, ბოდიში შეგაწყვეტინეთ, რომ ღმერთისთვის როცა ყველაფერი შესაძლებელია და ესე დიდები ჩევიდა იერუსალიმში და ამხელა პატივს მიაგებდნენ, ხო შეიძლებოდა ისე განვითარებულიყო მოვლენები, რომ როგორც ღმერთი, ისეც მიიღოთ. ყველაფერი ხო ღმერთის ხელში იყო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ადამიანს არ ერთმევა არასდროს თავისუფალი ნება. მან უნდა გადაწყვიტოს რა სურს. აქედან გამომდინარე, თუ კი იცი წმინდა წერილი, გულისხმის ყოფა უნდა გქონდეს ადამიანს. სულ ცოტა გულისხმის ყოფა უნდა გქონდეს, რომ კითხულობ ამ წინასწარმეტყველებებს, მათ შორის, ესე იგი, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, რასაც საუბრობდით, ეს ყველაფერი ახდა იქ, უამრავი რამ ახდა. უამრავ რამეზე თვითონ მიანიშნა მაცხოვარმა. უამრავ რამეზე პირდაპირ ისაიას წინასწარმეტყველის წიგნს რომ კითხულობს კაპერნაუმში, რომ აი დღე რომელიც დადგა და ესე იგი მესიის მოსვლაზე არის საუბარი და მე ვარ ეუბნება. იქ იოანეს სახარებაში ჩვენ ვნახულობთ, რომ მე ვარ წყარო ცხოვრებისა. ამას რასთან დაკავშირებით ამბობს? იცით რომ ერთი ესეთი ტრადიცია იყო, დღესასწაული ჰქონდათ და ამ დღესასწაულის დასრულების მერვე დღეს სილუამის ჭიდან იღებდნენ წყალს და ცოცხალი ჯაჭვი კეთდებოდა და საკურთხეველზე ასხავდნენ ტაძარში. და ეს ნიშნავდა სილუამ მოვლინებულს ნიშნავს და ესე იგი აი რომ მოვიდა და დადგება და ქადაგებს რომ მე ვარ წყარო ცხოვრების. ამიტომ ამბობს რომ სინამდვილეში ჩემზე არის საუბარი. ისევე როგორც თქვათ სხვა კიდე უამრავი მინიშნება შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ არანაირად არ სურთ მიღება. წერია ფსალმუში პირდაპირ მიზეზი ამისა, რომ შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი. და ცეცხლმა შეჭამოს წინააღმდგომნი. აი ეს ძირითადად ადამიანის შურიდან მოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერაფრით ვერ დაუშვეს მათ ის რომ თუნდაც ის რომ სამარიტელებთან ქადაგებდა, ვერ დაუშვეს ის რომ ესე იგი ისინი ელოდებოდნენ როგორც რჩეულიერი მოვიდოდა მეფე, რომელიც მთელ მსოფლიოს ამათ დაუმონებდა. და არა პირიქით რომ სამარიტელებთან თანასწორად დაждდებოდა და აქ ახლა კიდე ბერძნები მოვიდნენ, საერთოდ წარმართეს სამარიტელებს ნახევრად სარწმუნოება მაინც ჰქონდათ, მოსეს ხუთ წიგნეულს მაინც ცნობდნენ და ეს ბერძნები საერთოდ მრავალღმერთიანები იყვნენ, ერთი ღმერთის შესახებაც არ ლაპარაკობდნენ. წარმოიდგინეთ ეს პირდაპირ აცოფებდათ მათ. მაგრამ რატომ აღმოჩნდნენ ამ მდგომარეობაში? ისაია წინასწარმეტყველის მე თუ არ მეშლება მეხუთე თავი ისე იწყება, რომ აი ღმერთი ამბობს, რომ შემოვღობე, მიწა დავამუშავე, ვენახი ჩავყარე, რაღაცა იქ საწნახელი ამოვჭერი, ყველაფერი გავაკეთე, თავის დროზე რაღაცა გასხლა ქონდა, თავის დროზე ყველაფერი ქონდა და ამ ვენახმა ყურძნის ნაცვლად მოიღო რაღაცა საუბარია სცენარეზე, რომელიც გარეულ ყურძენს უფრო გავს, რომელიც მომწამლველია საერთოდ. და ამის შემდგომ სვამს კითხვას, რა გავუკეთო მე ახლა ამის მეტი ჩემს ვენახს? და ამბობსაც უნდა გავუკეთო, მოვარღვევ ყველა ღობეს. გავხდი გასათელ საქაურობას და მართლაც ასე მოხდება. დღევანდელ დღესაც მოგეხსენებათ სახელმწიფო 50 წლის დაახლოებით 60 წლის წინათ შეიქმნა ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ ებრაული სახელმწიფო აღარ არსებობდა. და სადღაც 50-იან წლებში შექმნეს სახელმწიფო, რომელსაც დღეს ისრაელის სახელმწიფო ქვია. და
რეალობა ასე დამთავრდა, რომ მათ ეს ნაყოფი ვერ გამოიღეს, ვერ იცნეს და ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ასე მოხდებოდა. თუმცა კი ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ რაღაცა თითის გაშვერით მათზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მათი ეს ამ ვენახის გავერანება იყო ჩვენი აღმოცენება, მე ვგულისხმობ ჩვენში მთელ წარმართულ სამყაროს, ისევე როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ თქვენ ხართ ზეთისხილზე დამყნობილი რტოები. იმიტომ რომ ამ სარწმუნოებას დაემყნო ჩვენი სარწმუნოება. და ამითი მოხდება ჩვენი გამართლება სწორედ. ის ჩოჩორიც წეღან ვახსენე რომ შემთხვევითი არ არის მეთქი, განასახიერებს რა თქმა უნდა წარმართ ერს, იმიტომ რომ ჩოჩორი არის თავისი ცნობილი თავისი სიჯიუტით. და რომ ვიყავით ასეთი ჯიუტები, მაგრამ მიუხედავად ამ სიჯიუტისა ნახეთ მაცხოვართან როგორი თვინიერები გახდნენ, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ვინც აღიარა ქრისტე, როგორც იმ ჩოჩორს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩოჩორი გაუხედნავია, იცით? მასზე ადამიანი ესე ვერ დაждდება და მისი ბრძანებისამებრ სადაც უნდა იქ ვერ წაიყვანს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაცხოვართან ის ხო სრულ მორჩილებაში აღმოჩნდა და ხო შეიყვანა ის იერუსალიმში. ასეთი გახლავთ წინასწარმეტყველება ჩვენ შესახებ, რომ ჩვენ მიუხედავად ამ სიჯიუტისა, მაცხოვარს შევყევით იერუსალიმში და აი ეს გულის კარის გაღება მოხდა მოკლედ. აქედან გამომდინარე, ებრაული საზოგადოების ეს დაცემა შეიძლება ითქვას ჩვენი აღდგომა და ეს პავლე მოციქული ამას პირდაპირ წერს რომელთა მიმართ ეპისტოლეში და ამითი არ იტრაბახოთო, ამითი მზვაობრობა არ დაიწყოთო, იმიტომ რომ ღმერთს თუ არ გაუჭირდა თავისი ზეთისხილის აღმოფხრა არც ის გაუჭირდება მასზე დამყნობილი ტოტები, რომ ესე იგი მიმოფანტოსო. აქედან გამომდინარე, იმ ზეთისხილის ფესვზე ვართ დაყრდნობილი, რომელიც ნამდვილი და რჩეული ხე იყო და ამიტომაც არ გვაქვს ტრაბახის უფლება, რადგანაც ან ესე ვინმეზე ზემოდან ცქერის უფლება არავითარ შემთხვევაში, რადგანაც ღმერთს არ დაენანავის თავისი, იმიტომ რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით და ამიტომ უნდა დიდი სიფრთხილით მივდგეთ ამ საკითხს. რაც შეეხება ის, რომ ვერ იცნეს, ამის ძირითად მიზეზად შური არის დასახელებული, რადგანაც შურს შეუძლია სწორედ ისე დააბნელოს ადამიანის გულის ხმისყოფა, რომ მან თეთრზე შავი თქვას და შავზე თეთრი. დიდი მადლობა მამა კახაბერ, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო მოიწურა და უნდა დავასრულოთ ეს ჩვენი საინტერესო საუბარი და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველას გულებში შემოვიდეს მაცხოვარი და მართლაც შევიცნოთ და შევიგრძნოთ ბოლომდე ის მადლი, რაც ამ დღესასწაულს და შემდეგ უკვე აღდგომას ახლავს. ამინ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.